საქართველო დავითის გონებაში ერთიანი და მთლიანი იყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გახდათ. კახეთი და ჰერეთი კვლავ განცალკევებით იდგნენ სელჩუკთა მფარველობის ქვეშ. დავითმა იცოდა, თბილისის გათავისუფლებაზე ფიქრიც კი ნაადრევი იყო, სანამ ქვეყნის აღმოსავლეთი კარიბჭე მტრის ხელში რჩებოდა. 1104 წელს მეფემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. კახეთ ჰერეთი დედასამშობლოს დაუბრუნდა, მაგრამ სულთანმა ეს გამოწვევა არ აპატია. სულთანმა უზარმაზარი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოზე შურისძიების მიზნით. მტერი ერწუხის ველზე დადგა. ეს იყო მომენტი, როცა დავითის სამხედრო რეფორმა ცეცხლში უნდა გამოწრთობილიყო. მეფე არ იყო მხედართმთავარი, რომელიც ზურგიდან მართავდა ბრძოლას. ის იქ იდგა, სადაც ყველაზე მეტად უჭირდათ. ის იდგა წინა ხაზზე. საკუთარი სიცოცხლით რისკავდა ყოველი მეომრისთვის. ბრძოლა იმდენად სასტიკი იყო, რომ მემატიანის თქმით, დავითს 3 ცხენი მოუკლეს. ის გადადიოდა ერთი ცხენიდან მეორეზე და ლომივით იბრძოდა. ლეგენდა გვიამბობს, როცა ბრძოლა დასრულდა და მეფემ სარტყელი შეიხსნა, მისი მკერდიდან გადმოღრილმა სისხლმა დედამიწა მორწყო. ყველას ეგონა, რომ მეფე დაჭრილი იყო, მაგრამ ეს მტრის სისხლი აღმოჩნდა, რომელიც დავითის მკლავიდან ჩამოედინებოდა. აი ასეთი იყო მისი გამარჯვება, სისხლითა და ფოლადით მოპოვებული. ერწუხის გამარჯვებამ საბოლოოდ დაამტკიცა. დავითი აღარ იყო მხოლოდ მეფე, ის იყო უძლეველი მხედართავარი. კახეთ ჰერეთი სამუდამოდ შეუერთდა ერთიან საქართველოს. გზა თბილისისკენ, გზა დიდი იმპერიისკენ გაიხსნა. საქართველომ დაიბრუნა თავისი აღმოსავლეთი ნაწილი და დაიწყო სვლა სოფლიო დიდებისკენ. გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ დავითი. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დონაციის ლინკი იხილეთ აღწერაში.